მარტივი ფორმით განსახიერება სხეულსა და სივრცეს შორის დარჩენილი ადგილის როგორც განსაზღვრული მონიშნო მიზანსინის აქსიომატური ფარდობითობით. პირველი, ტერიტორია და პიროვნული მართვა, სხეულის გადაადგილებით მიღებული ოთახის მასშტაბი როგორც ერთეული ავტონომიური სივრცის, სადაც კონკრეტიზაციასა და განზოგადებულ ფორმას აქვს თარგმნითი სიმპტომი არსებული რეალობის. მეორე, სახის მიმიკა და ანაქრონიზმის ერთმნიშვნელოვანი ასიმილაცია, სადაც ობიექტივი პერსონაჟსა და მაყურებელს შორის ქმნის ორმაგ რეალობას, არქიტექტურული სივრცის, სადაც მანძილი სხეულსა და ოთახს შორის ნოლის დელტასია. Was heißt du? Ist ein bestimmter Fragenraum von digitalen Trakten, eben kann das oder etwas? Maintenant ma définition, c'est mon sens, je ne sais pas, ma сейчас весна. Di tempo misura tra particolare elemento dove voi dite o io dico frammenti di spazio. Ma сейчас весна. And this image makes me boring, ma сейчас весна. რა არის მიმართულება, რომელიც ქმნის სახელობით პერსონიფიკაციას სივრცის გეოგრაფიულ მინიშნებებთან, კერძოდ ოთახი არსებული ადგილმდებარეობის სხეულთან მიმართებაში, სადაც ენა როგორც ინსტრუმენტი მახასიათებელია ანალოგიური ფრაზეოლოგიით, განმასხვავებელი მნიშვნელობის მიღებით მაგალითად. Was heißt du? Ist ein bestimmter Fragenraum von digitalen Trakten, eben kann das oder etwas? Maintenant ma définition, c'est mon sens, je ne sais pas, ma сейчас весна. Di tempo misura tra particolare elemento dove voi dite o io dico frammenti di spazio. Ma сейчас весна. And this image makes me boring, ma сейчас весна. რა არის მიმართულება, რომელიც ქმნის სახელობით პერსონიფიკაციას სივრცის გეოგრაფიულ მინიშნებებთან, კერძოდ ოთახი არსებული ადგილმდებარეობის სხეულთან მიმართებაში, სადაც ენა როგორც ინსტრუმენტი მახასიათებელია ანალოგიური ფრაზეოლოგიით, განმასხვავებელი მნიშვნელობის მიღებით მაგალითად. Was heißt du? Ist ein bestimmter Fragenraum von digitalen Trakten, eben kann das oder etwas? Maintenant ma définition, c'est mon sens, je ne sais pas, ma сейчас весна. Di tempo misura tra particolare elemento dove voi dite o io dico frammenti di spazio. Ma сейчас весна. And this image makes me boring, ma сейчас весна. მარტივი ფორმით განსახიერება სხეულსა და სივრცეს შორის დარჩენილი ადგილის როგორც განსაზღვრული მონიშნო მიზანსინის აქსიომატური ფარდობითობით. პირველი, ტერიტორია და პიროვნული მართვა, სხეულის გადაადგილებით მიღებული ოთახის მასშტაბი როგორც ერთეული ავტონომიური სივრცის, სადაც კონკრეტიზაციასა და განზოგადებულ ფორმას აქვს თარგმნითი სიმპტომი არსებული რეალობის. მეორე, სახის მიმიკა და ანაქრონიზმის ერთმნიშვნელოვანი ასიმილაცია, სადაც ობიექტივი პერსონაჟსა და მაყურებელს შორის ქმნის ორმაგ რეალობას, არქიტექტურული სივრცის, სადაც მანძილი სხეულსა და ოთახს შორის ნოლის დელტასია. Was heißt du? Ist ein bestimmter Fragenraum von digitalen Trakten, eben kann das oder etwas? Maintenant ma définition, c'est mon sens, je ne sais pas, ma сейчас весна. Di tempo misura tra particolare elemento dove voi dite o io dico frammenti di spazio. Ma сейчас весна. And this image makes me boring, ma сейчас весна. რა არის მიმართულება, რომელიც ქმნის სახელობით პერსონიფიკაციას სივრცის გეოგრაფიულ მინიშნებებთან, კერძოდ ოთახი არსებული ადგილმდებარეობის სხეულთან მიმართებაში, სადაც ენა როგორც ინსტრუმენტი მახასიათებელია ანალოგიური ფრაზეოლოგიით, განმასხვავებელი მნიშვნელობის მიღებით მაგალითად.